დიპლომატიის მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე და მთავარი გამოწვევები. ამ საკითხებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. პრემიერმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქვეყნის როლზე. მისი თქმით, ქვეყანამ დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პარალელურად ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან. თამუნა ციკლაური გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც აშუქებს ამ სამიტს და ვიზიტს. თამუნა, გისმენთ. Absolut ცოტა ხანში დაიწყება ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პლენარული სესია, რომელსაც გახსნის სწორედ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ბუნებრივია ის მიმართავს ფორუმის მონაწილე სტუმრებს, მონაწილეებს სიტყვით და მოვისმენთ თურქეთის პრეზიდენტის გზავნილებს დიპლომატიასთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. თავად ამ პლენარულ სესიას ბუნებრივია დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად. და ასევე დღეს პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა, პირისპირ შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთანაც. თუმცა მანამდე ვიდრე დაიწყება ერთის მხრივ პლენარული სესია და მეორეს მხრივ გაიმართება პირისპირ შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მიიღო მონაწილეობა ლიდერთა პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაც ეხებოდა სწორედ მომავლის განსაზღვრას და რისკების მართვას და ამ მიმართულებით დასვა კითხვებიც მოდერატორმა პრემიერ-მინისტრის მისამართითაც. ირაკლი კობახიძემ ამ კონტექსტში ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე, მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში დაკავშირებადობის მიმართულებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, საქართველოს აქვს და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სწორედ ეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის იმ ფონზე, როდესაც რეგიონში არის კონფლიქტები. სოფლიოში ჩვენს ირგვლივ ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე, სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებული ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება. როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპას და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება. საქართველოს სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგეტიკის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს, მიზნად წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3%-ში ადგენს 2021 წლიდან. ეს არის ჩვენი ხედვა. მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელს შეუწყობთ მშვიდობას. ასეთია საქართველოს მიდგომა. ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის გამტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია. თქვენ შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. მე ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია. კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციების სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის კარგი მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ, ზოგიერთი
მრავალ ეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. მაშინ, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტებს, გამოწვევებს საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც პანელური დისკუსიის განმავლობაში ისაუბრეს, ეხება დიპლომატიას და დიპლომატიის მნიშვნელობას სწორედ საერთაშორისო პოლიტიკის წარმოების მიმართულებით. სწორედ დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატია არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ირჩევს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც საკითხი ეხება რეგიონში არსებულ ვითარებას და სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებითაც. უპირველეს ყოვლისა, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს 23 საუკუნისა შესაბამისად ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველოს გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან წინა საუკუნების 90-იანი წლებიდან ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველოს მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. ალბათ ეს იყო შეცდომების მიზეზი, თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ყველა სახელმწიფო აქცენტს უნდა აკეთებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე, პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. ამჟამად უხეში პოლიტიკური ინტერესები გადაწონის დიპლომატიას. ასეთია მსოფლიოში არსებული საერთო სურათი ჩემი გაგებით. ეს როგორმე უნდა შეიცვალოს. მინდა გავუსვა ხაზი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რაც ასე ძლიერ უკავშირდება დიპლომატიის არსს. თუ მსოფლიოს მასშტაბით ვერ მოვახერხებთ წესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაბრუნებას, დიპლომატია ვერასოდეს აღმოჩნდება უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე უპირატესი. ამაზე უნდა გაკეთდეს ჩვენი აქცენტი. თუ ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები გადაწონის უხეშ პოლიტიკურ ინტერესებს, დიპლომატიის როლი ბევრად უფრო ძლიერი იქნება მსოფლიოში. სამხრეთ კავკასია ამის ძალიან კარგი მაგალითია. რეგიონს ბევრი სპეციფიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა კონცენტრაცია მოვახდინეთ დიპლომატიურ გამოსავალზე, პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე. ეს გვეხმარება რეგიონში არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ჩვენ სახელმწიფოებში კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ეს მაგალითი ძალიან თვალსაჩინოა და მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს ამ მაგალითით. უნდა ვაშენოთ ხიდები და არ დავწვათ. ეს უნდა იყოს საერთო მიდგომა და ამ შემთხვევაში დიპლომატიის როლი ბევრად უფრო გაძლიერდება. პლენარულ დისკუსიებში და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს, როგორც უკვე გითხარით, შეხვედრები, მათ შორის დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ეუთუს გენერალურ მდივანთან, პარალელურად შეხვედრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრიც მაკა ბოჭორიშვილი, უკვე შეხვდა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს. მთავარი თემა ეხებოდა ბუნებრივია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთანაც და ამ შემთხვევაშიც საუბარი შეეხებოდა როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ისე იმ საერთო გამოწვევებს, რომლებიც ორივე ქვეყანას აქვს. წელს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს საკმაოდ ბევრი მაღალი დონის სტუმარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელში, სადაც იყო დისკუსია თანამედროვე გამოწვევებზე, გლობალურ გამოწვევებზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ხედვებზე საქართველოსთან, ჩვენს პერსპექტივაზე, გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე ეს საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდეს შეხვედრები კოლეგებთან, ჰქონდა შეხვედრა ჩემს ახლად დანიშნულ ალბანელ კოლეგასთან, ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე.
და ვისაუბრეთ ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. დღეს ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. როგორც უკვე გითხარით, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება უკვე ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პლენარული სხდომა, რომელსაც გახსნის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი და რომელსაც ასევე დაესწრება ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მადლობა თამუნა ციკლაური იყო პირდაპირ ეთერში.